რას დავაჭირე ხელი კაცო, ერმილე? რას დავაჭირე ხელი კაცო ვიდეოს იღებს? აი დედა, მაინც შემომივარდა ერთი. რას მებლატავებით, ბიჭო? ამის ტრაკი მაინც აქონდეთ თქვენი უტრაკო ყარაჩოღელი ქოცი დედა მოწყანმე თქვენი რა. მადერ თქვენ თვალწინ ბიჭო, ბავშვები გიცემეს და თვალები დათხარეს და ხმას ვერ აცემთ ბიჭო. 30 მეტრა, 30 კილომეტრში კიდე მტერი დგას. იმაში არ შეგეშალო, ამაში არ შეგეშალო, რა უნდა შემეშალო, რა წვის მასწავლებლობა დაიწყეთ. დაეყარეთ რა თქვენ ტრაკებზე ხოცებო რა. მე ის არა ვარ, მე ეს არა ვარ. არავინ არ მაინტერესებს, არავის აზრი არ მაინტერესებს. ხოცების. თორე ისე როგორ არ მაინტერესებს კაცო. ყველას აზრი მაინტერესებს ნორმალური ადამიანის. ნორმალური ადამიანები იმათთან მე ნორმალურად საუბრობ. სულ თქვენობით ველაპარაკები და ერთ სიტყვას ვერ წამაცდენინებ რამე სისულელეს. და თქვენთან აი სულ ეგრე ვილაპარაკეთ, მოგიტანთ დედის ტრაკი. წარით და თქვენ აი ხოცებს ასწავლეთ ჭკუა რა, სირებო თქვენა. ჯერ გაიგეთ ადამიანი კარგად რაზე ლაპარაკობს და მერე გატრაკება მერე. ის არ გესმით რაზე ლაპარაკობს ადამიანი, აი თქვენ ხოცურს უბერავთ მაინც. გააჯვით აქედან თქვენ ხოცი დედა მოვტყან. თურქეთი 30-35 წლის უკან იყო? ისეთი ქვეყანა რა. ამერიკული ბაზები იდგა რა და ის აჩერებდა რუსებს რა, ვერ ეტაკენ თურქეთს და ვერ შეცვიდნენ შიგნით. თორე შენ გააჩერებდი სარფიდან ეგრევე აიღებდნენ მთელ თურქეთს რა. ეხლა ამერიკელები აღარ ჭირდება თურქებს. ეს 30 წლის განმავლობაში სანამ ქართველები ყლეპროჭაობთ და საკუთარი პრეზიდენტების გათახსირებას და დახჭობას და სიკვდილს უნდებით და ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტვას ქართველები თურქებმა მოკიდეს საქმეს ხელი და ლაზერულ სისტემებს დგამენ გემებზე და ევროპაში ყველაზე დიდი ფლოტი ყავს. და ჯარი ყავს მობილური ისეთი და იმდენი ამერიკა აღარ ჭირდება. დაჟე ევროპის უშიშროებაზე აგებს პასუხს თურქეთი. და შავი ზღვა გადაკეტილი აქვს და ყველა პორტზე შეუულია რომ თავისი ხელი დადოს. დაგიკეტავს ერთ პატარა შემოსასვლელს და შენი პორტი ფაფუ და ვერც ვერავინ ვერ ეტყვის გააღეო თუ არ უნდა. აი მოხდა ჩვენ თვალწინ. აბა ეხლა თურქებს რა ეგრო გააკეთეს ვინ დაეხმარათ, რა ქონდა თურქებს? კაი ერთმა გამოყლებულმა მითხრა რომ აზერბაიჯანსო ნავთობი აქვს და იმიტომ გაკაჩაო რომ ფული ქონდათო. თურქებს რა აქვთ? ბაბასირი, არაფერი არა აქვს თურქებს. ჩაი ქართველები და ჩვენ შაშლიკი გვაქვს და იმათისა ჩაბურეკ. ისინი გამოვიდნენ ჩაბურეკებიდან და ჩვენ შაშლიკები რა ვარც ვიყავით, დავჭით ისეთი შაშლიკები უარესად გაფუჭებულები. ერთ კაცს ჰქონდა სამხედრო წარმოება დაწყებული და გემებზეც ფიქრობდნენ, მაგრამ ვერ გააკეთა. რაც გააკეთა, ის გააკეთა, იმიტომ რომ წარმოუდგენელია საქართველოში რამის გაკეთება, იმიტომ რომ ღალატი უკვე ვაჟკაცობად ითვლება საქართველოში. ღალატო საქართველოს, კაი კაცი, ზდაროვა ბრატ, გაუმარჯოს, შევეცი ნაციონალებს, ზვიადისტებს, შევარნაძისტებს, მოუტყან დედის ტრაკის უყველას და დღემდე ეგრე მოვდივართ რა. და ვინ არის ეს ხალხი, რომელიც ზვიადადან მოდის? ხოცები. კრემლის ტრაკში მიჩვეული ძრომიალს, ხოცები ოდითგანვე იყვნენ საქართველოში, რუსეთში ნამეცადინები, ხოცები
და ისინი წამლავენ ყველაფერს საკუთარი სამშობლოს ხარჯზე, ღალატობენ, ყიდიან და ვინც უფრო მაგარია, იმაზე უფრო იძახიან, ვინც უფრო ბევრს უღალატებს და გაყიდის, ის ვაფშე მაგარია. რა იყო თამიკო? წადი მე. აეგრია რა. ეხლა უყურებდი თურქები ამონტაჟებენ. რა ფლოტი ყავთ იმის დედავატირე რა. აი საოცრებაა რა. და უკვე 11 კილომეტრზე რომ მოდის ახლოს უკვე იმას ითვლის იმათი ტექნიკა და აგდებს ყველაფერს რა. ვერც დრონი შეფრინდება, ვერც რაკეტა და ვერაფერი ვერ შეფრინდება რა. ჯარს ამუშავებენ გერმანიაში გადაისროლეს უამრავი ტექნიკა, ხალხი მეცადინეობენ, ცხოვრობენ, მიდიან, ჩვენ რას ვაკეთებთ? ნაციონალი ხარ, მიშას დედა მოწყალ. საღოლ, მაგარი ხარ. ფუნიკულიორიდან გამოგვექანეთ, სიგრძე სიგანე გეყოფათ, მოგიტყანთ მერი, ჯიში და ჯილაგი ქოცებო რა, თქვენი გამოყლებული დედა მოწყან მე. ეს იყო თქვენ გძინავთ ახლა მე ამ ვიდეოს რო ვიწერ. მაგრამ სატრაქში წახვალთ. მივაჭერ ახლა კნოპკას ხელთ გამოფრინდება და დილით ნახავთ. ხო, შემოვარდნას ვინც მიპირებთ, დაჟე არც კითხულობ რას წერთ, ეგრევე პირველი სიტყვა დავინახე, ბუმ ბუმ ბლოკი წავიდა ნაგავში, всё. რავი მე რას უძახი ტროლებიო თუ რა ესე იგი ტიპი დილით იღვიძებს მიდის კომპიუტერს თავს ფულს მაგაში იღებს ხო რომ აი რომ დაინახავს რომ ქოცებს ვინმე აგინებს ამანაც შეერჭოს იქა და თქვენი უსაქმური დედა მოწყან მაგი გვიშველის დღე და ღამე იარაღს უნდა ვჭედავდეთ თო ყიდულობდეთ მუშაობდეთ ვიგონებდეთ დედა მოწყნული ქართული ჭკუიდან არის გამოსული ამერიკის ავიაცია. იცი რამდენი რამეები აქ იმ კაც გაკეთებული? ამაში უნდა გადაიხადოთ ფული. რესტორნების და სახლების ასაშენებელ ლიცენზიებზე აღარ უნდა გასცეთ ლიცენზია. ვინც სამხედრო საქმიანობას დაიწყებს, იმაზე უნდა გასცეთ ლიცენზიები და იმას უნდა დაეხმაროთ. მაგრამ რავი, ჩვენო იარაღი არ გჭირდებაო და შეგაშინათ პუტინმა, ხო? გამოაგზავნა ბუა და ეს დედა მოწყნული კიდე საქართველოს ცეცხლი უკიდია და რუსებმა ნავთი შემოგვიგზავნეს. მოასხით და გამოსწორდებითო და ბიზნეს დადის და ასხამს ნავთებს ცეცხლზე რა. მოეტყნა კეთილები ყველაფერს ბლიანი. სატრაქში მიდიხართ. ზელენსკიმ გამოაცხადა 1 მეტრ მიწაზეც არ ამაქვს ბაზარიო, ჩვენ მიწებით არ ვაჭრობთო. Здесь торг неуместен. Молодец Зеленский, моя школа. Всё. Ага კოცებო თუ მიხვდებით ეს ფრაზები სადიქ სადა ნახმარი ეგეს პლუსი შეგეთვლებათ, ხო? ხო და თქვენ მაროშკინას უსმინეთ და თიაკოს. და მაშინ ხო ეგრე არის საჭირო. სახეცვლილი ზვიად გამსახურდია გვინდაო. ხო მოკალით ის კაცი. შევარნაძემ როგორც კი შეიცვალა კურსი და ნატოსკენ და ევროპისკენ წავიდა, მაშინ თავი აფეთქება დაუწყეს. ქართველების ხელით. და მიშას რაც უქენით ეგ უკვე აგერა ხელის გულზედებს რა. და ეს დედა მოწყნული გამოგიყვანთ ახლა თქვენ მაგ სიტუაციიდან, რაშიც ხართ? ისინი გამოსულები არიან. ისინი გაფრინდებიან სადღაც. წავლენ. ფული მოგროვებული აქვს უკვე უდევთ. მაგრამ აი თქვენ რა ეშველება ამ საქმეს არ ვიცი რა. საჭმელსასმელიო გაიაფთაო. საჭმელსასმელი რო აღარ იქნება. მერე გინდა ძვირი იყოს და გინდა იაფი. აღარ არის. თუ დიდი ხანია გამოხვედით. უდენობიდან და უშუხობიდან და უწყლობიდან და იმისგან. რესტორანი აქვს იტალიაში გახსნილი და ჩამოფრინდა კაციო იქეიფა იტალიაში და გაფრინდა უკან საქართველოშიო. მიხარია ეგეთ ქართველებს რომ ნახულობ, ესე იგი მიდის საქმეო.
ვინ გააკეთა მერე? ვინ დაარწმუნა ევროპელები და მსოფლიო, რომ ქართველებს შეუვლიათ ვიზის გარეშე ევროპაში ფრენა იქით-აქით. კლავთ იმ კაცს, ვინც ეგ გააკეთა. ხოდა რა ვიცი ძმა ბაბა. კარგად იყავით, ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ, მე არავის ცუდი და ბოროტი არ მინდა რომ მოგივიდეთ. მაგრამ შეხსენების დონეზე შეიძლება რა, რომ თქვენი ჯიში მოვწყან მე ხოცებო. რასაც თქვენ აკეთებთ, უხსოვარი დროიდან. ზვიადას დროიდან კი არა მარტო. უხსოვარი დროიდან. აი იმდენჯერ მოგიტყანთ დედის პროჭი რამდენი წელიწადის არის გასული რა. კარგად იყავით.